ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა საერთაშორისო გამჭვირვალობას. მან გააკეთა ექსპერტული დოკუმენტი და მე საზოგადოებას მინდა აუხსნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსები აფასებდნენ ხოლმე, რომ იყო ეს პოლიტიკური დევნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენც ადვოკატები და იურისტები ვამბობდით ხოლმე, მაგრამ ეს არის მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეგროვებული სია? გამოქვეყნებული სია? მტკიცებულებებზე დაყრდნობით თავის კრიტერიუმები აქვს ამ ყველაფერს, მაგალითად ევროპის სამჭომ აი საზოგადოებას რა ძალიან ნადვილი ენით აუხსნა. მოკლედ ყველას რო არ დაბრალებოდა მაგალითად ევროპის ქვეყნებში ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ რო შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკური პატიმარი ან პოლიტიკური ტყვე, ჩამოაყალიბეს კრიტერიუმები. ამ ხუთი კრიტერიუმი, ამ ხუთი კრიტერიუმიდან ერთ კრიტერიუმს თუ მაინც აკმაყოფილებს ადამიანი, ის უკვე არის პოლიტიკური პატიმარი და დღეს ჩვენ ეს 90 ადამიანი ხო გვხვდება რომ რამოდენიმე ხუთივე კრიტერიუმსაც კი აკმაყოფილებს, რამოდენიმე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რამოდენიმე სამს, ზოგი ხუთ და აი ამ კრიტერიუმები. რა ტიპის კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ? აი მაგალითად ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაგალითად გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს დაიწყებენ გამოხატვის თავისუფლება თითქოს არის სისხლის სამართლის დანაშაული და აი ამაზე რომ დააკავებენ მაგალითად ტროტუარზე დგომისთვის დაკავებულთა საქმეები მოხდა ამ მაგალითად შემიძლია მზიამაღლობელი საქმე მოვიყვანო, რომელიც დაკავებულია ძალიან კარგად ვიცით რის გამო და როგორ ხო? ასევე შეგვიძლია მაგალითად ლევან ხაბეშვილის საქმე მოვიყვანოთ, რომელიც სიტყვის გამო არის მხოლოდ დაკავებული. ასევე მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სხვადასხვა ქალი პოლიტიკოსების მაგალითად თითქოსა და ბანერი რო გაანადგურება ხო? ქალბატონი ელენა ხოშტარიას რომელსაც არაპროპორციული სასჯელი არის. ხო, ანუ წარმოიდგინეთ, ერთი მხრივ სისხლის სამართლის დანაშაული ხო არა ეს, მეორე მხრივ არაპროპორციული. აი მაგიტომ ანუ ორივე კრიტერიუმსაც კი აკმაყოფილებს, ხო? როგორც მაგალითად ლევან ხაბეშვილის საქმესთან დაკავშირებით და ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკოსები გამოდიან და როდესაც საუბრობენ ან რატო გვასანქცირებენ, ან რატო და დაგვასანქცირონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქვეყანაში როდესაც ყავს 90 პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც აი ამ ხუთი კრიტერიუმიდან ზოგი ხუთსევიეს აკმაყოფილებს, ზოგი რამოდენიმეს, მაგრამ ჩანაწერი არის პირდაპირ ერთიც რო დააკმაყოფილოს. ეს ქვეყნისთვის არის სავალალო შედეგის მომტანი. აქედან გამომდინარე ეს არის პირდაპირ გეუბნებით მტკიცებულებებზე აგორებული სამართლებრივი დოკუმენტი, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა ამ დოკუმენტზე დაყრდნობით უკვე გაატარონ სხვადასხვა შესაძლებლობები. ეს სწორედაც მინდოდა რომ მეკითხა, რა გზას იპოვის ახლა ეს დოკუმენტი, რომელიც იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ თქვენს დღეს გისმენდით ამ საერთო ბრიფინგზე შეადგინა და შექმნა. რა მიმართულებით წავა? ეს იქნება სამართლებრივი თუ პოლიტიკური მიმართულება ვგულისხმობ თუნდაც დასავლელ პარტნიორებთან გაგზავნას თუ სტრასბურგის სასამართლოს? დიახ, ამას აქვს ორი ნაწილი. ერთი მხრივ იურისტებმა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველაფერი, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციოთ, ეს ყველაფერი სტრასბურგი იქნება თუ ევროსასამართლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ეს დოკუმენტაცია ჩვენ უნდა მივიტანოთ შესაბამის სასამართლოში, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკური საქმე, ეს სამართლებრივი დოკუმენტი აჩვენონ ყველა პარტნიორებს, საელჩოებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ ყველაფერი, მაგალითად, როდესაც ამბობენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, ეს არის მტკიცებული. მარტო ამაზე რო ვისაუბროთ, 90 ადამიანი გამოკეტილი არის, ტყვედარი აყვანილი, პირდაპირ სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანები განიცდიან პოლიტიკურ ტყვეობას და ეს ჩვენი ლაპარაკი არ არის. ევროსაბჭომ რო დაადგინა კრიტერიუმები, ამ კრიტერიუმების საფუძველზე გავიარეთ შესაბამისი საქმეები ინდივიდუალურად. შეისწავლეთ ყველა ინდივიდუალური საქმე მათში ჩადებული. საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა ინდივიდუალურად ყველა საქმეები, მაგალითად ჩემი საქმეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შექმნა ერთი დიდი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, გზამკვლევი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც დაინტერესებს, რა ხდება საქართველოში. და ეს უნდა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა შეძლო, მე ერთი ინდივიდი ადვოკატი ვსაუბრობ ამ ყველაფერს, რომ პოლიტიკოსებმა უნდა მიიტანონ ეს სამართლებრივი დოკუმენტი უკვე საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვის დაინტერესებულია, რომ საქართველოში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ალაშა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული მოქალაქეებზე, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის კანონები, ის ჩანაწერები და ნორმები, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ნოემბრის აქციების შემდეგ ეტაპობრივად მიიღო. ასეთი ტიპის დოკუმენტები, რომელიც პოლიტიკურ პატიმრად განსაზღვრავს ქვეყანაში ამდენ ადამიანს, პირდაპირ აყენებს თუ არა ამ კანონის ანულირების საჭიროებას?
სამართლებრივად. რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დოკუმენტიც რო არ გაკეთებულიყო და ძალიან დიდი მადლობა ამ დოკუმენტისთვის, ხო? ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ეს კანონები, რომლებიც აქამდე საუბრობდით, მიღებული იქნა უკანონოდ არაკონსტიტუციის ფარგლებში და გამოგონილი კანონები არ უნდა. ნამდვილი კანონები არ არის. როგორც რეპრესიის მექანიზმი. რეპრესიის მექანიზმი არის, რომლებსაც უნდათ, რომ რამენაირად ეს ადამიანები დაეშინებინათ, ხო? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა არ ამგონი ამათ ვარ ამას შეცვალონ, ხო? თუ არ იქნება საერთაშორისო ზეწოლა, მაგრამ როცა დრო მოვა და მაგალითად ახალი ხელისუფლება, როდესაც მოვა დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიული ხელისუფლება, როდესაც იქნება, ეს ყველა კანონი შესაძლებელი არის, იმიტომ რომ არაკონსტიტუციური კანონები არის, აი სულ ძალიან მიჭირს ხოლმე ეს ხუმრობთ ხოლმე იურისტები, რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი სამართალზე, როდესაც სწავლა დავიწყე. რომ მე შეიძლებოდა დამეცვა ადამიანი, რომელიც ტროტუარზე დგას. ანუ იმდენად სამართლებრივი აბსურდი არის, რომ ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ადამიანი დაიჭირონ და ციხეში გაუშვა. გინდათ ლაპარაკის გამო. სისხლის სამართლის დანაშაულად აქციო. კი, ანუ წარმოუდგენელი არის. ანუ უბრალოდ ამ ადამიანებმა აიღეს ნებისმიერი რამ და ჩაწერეს კანონში და შემდეგ აქციეს ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად. და მაგიტომაც ვამბობთ, რომ არაკონსტიტუციურია, იმიტომ რომ რეალურად არ შეიძლება ყველაფერს ეწინააღმდება იმ ბუნების სამართალსაც კი ეწინააღმდება, ხო, კონსტიტუცია საიდან შეიქმნა, ხო? იმ ბუნების სამართალსაც ეწინააღმდება, ყველაფერს ეწინააღმდება, არც ერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში. მე დარწმუნებული ვარ, ბევრ დიქტატორულ ქვეყანაშიც არ არის, ალბათ მე და რუსეთსაც კი გააკვირვებდა აქაური კანონები ისე მალე მიიღეს ესეთი რეპრესიული კანონები, ხო, მაგრამ დღეს უყურებდით თქვენს გადაცემასაც, სხვა გადაცემასაც და 600 დღე გავიდა პროტესტის და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ რეპრესიულმა კანონებმა ვერ შეაჩერა ის ადამიანები, ვინც იბრძვიან, მაგრამ ერთი მხრივ სამართლებრივი დოკუმენტი ყოველთვის იმიტომ არის საჭირო, რომ ისტორიული სიმართლე უნდა დადგეს და ეს სამართლებრივი დოკუმენტი იქნება, რომელიც აი ბოლო ჩაქუცრულ გარდა ტროტუარზე დგომისთვის დაკავებული საქმეებისა, სხვა რომელი საქმეები მოხდა ამ სამართლებრივ დოკუმენტში? კი, მე მაგალითად კიდევ ერთხელ შემიძლია აღვნიშნო მაგალითად ლევან ხაბეიშვილის, ასევე ბატონი პატა ბურჭულაძესი, ასევე ირაკლი ნადირაძესი და ბევრი სხვა მაგალითად ბაჩო ახალაიას საქმეც მოხდა, ასევე გველესიანის. ეს სამართლებრივ ნაწილში რო განვიხილოთ, მაგალითად თქვენ ახლა 4 ოქტომბრის საქმეები ჩამოთვალეთ, რა ტიპის დარღვევებზე საუბრობთ ამ მიმართულებით? დიახ, აი მაგალითად 4 ოქტომბრის ერთ-ერთი პრინციპი არის საჯაროობის პრინციპი, რომ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება რო არ დაერღვეს, აი მინიმუმს ვაპარაკობ, საჯაროობის პრინციპი უნდა იყოს. მაგრამ რა გააკეთა ხელისუფლებამ, დახურა სასამართლო პროცესები, მედიას აღარ აქვს უკვე გაშუქების საშუალება, რომ გააშუქოს სრულიად და სრულყოფილად და მეორე მხრივ პროპაგანდისტულ არხებზე და სახელმწიფო პროპაგანდას მიეცა საშუალება, რომ ადამიანს თავგზა აუგნიოს. ხო, ერთი მხრივ თუ ვერ აშუქებ, მეორე მხრივ შეიძლება არასამართლიანად ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოს ხელისუფლებაზე, როგორც ხელისუფლების მთავარ პირკეთზე. ეს არის ახლა ერთი პრინციპი, მაგიტომაც ზოგ შემთხვევაში ხუთივე პრინციპია დაგხვეწილი. მარტო ესაც რო იყოს ეს ერთი პრინციპი, უკვე ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. როდესაც პოლიტიკა და ხელისუფლება ცდილობს, რომ შეუზღუდოს ამ ადამიანს მაგალითად თავისუფლება. ეხლა მეორე მაგალითად რა პრინციპი არის, ხო? მაგალითად, როდესაც მოდიან სრომოწმეები, როდესაც მაგალითად არის 4 წამიანი და 5 წამიანი კადრები, სადაც მტკიცებულებების ნაკლებობა გვაქვს და ერთი მხრივ მაგალითად ეს პოლიციელები მოდიან და სრულჩვენებას იძლევიან და სახელმწიფო გამოკითხვაზეც კი არიბარებს ამ ადამიანებს, ანუ ბერკეტი არსებობს, რომ ეს ადამიანები გამოკითხვაზე დაიბარონ, სამსახურიდან განათავისუფლონ, მერე შემდეგ დაიჭირონ, მაგრამ მეორე მხრივ ამათ ჩვენებებზე ასობით ადამიანი გაასამართლეს. ხო, ესაც არის ერთი პრინციპი, რომ ჩანს, რომ ეს ინდივიდუალურად პოლიციის გადაცდომა კი არ არის, ეს არის სისტემური ხასიათის, რომ სახელმწიფო ცდილობს, რომ მტკიცებულებების არარსებობა საქმეში და ერთი მხრივ გააყენოს როგორც მხოლოდ პოლიციელი ამას ამბობს. კი, ერთი მხრივ მტკიცებულებები არ არსებობს და მეორე მხრივ ფალსიფიკაცია მოახდინოს და გააყენოს. და ეს ყველაფერიც მაგალითად არის მეორე პრინციპის დარღვევა. მაგალითად არსებობს აი მესამე პრინციპი, რაც გვაქვს მაგალითად ჩვენ აღნიშნულ დოკუმენტში, რომ არ შეიძლება მაგალითად ადამიანს, მაგალითად რაღაცას რო ედავებიან, არაპროპორციული სასჯელი მაგალითად შეუფართო და გვაქვს ჩვენ სისხლის საქმეებში. აქედან გამომდინარე, მაგიტომაც ვამბობთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური. ეს მხოლოდ არის მშრალი ფაქტები, ღია ფაქტები, სამართლებრივი ფაქტები. ვისაც უნდა თუ მაგალითად ახლა ამ გადაცემას ვინმე უყურებს ეს ადამიანები ვიცვლიან, რომ ეს არ არის, ეს სწორედ ნებისმიერ დროს სადაც უნდა იქ დაველაპარაკები და იქ აუხსნი რატო არის ეს დოკუმენტი სამართლიანი. აქედან გამომდინარე, მე კიდევ ერთხელ გამეორდებ, ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი და მე ყველას ვთხოვნა მექნება პოლიტიკოსებზე, რომ გამოიყენონ აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტი, რომ შესაბამისი სამართლიანობა დადგეს და ყველამ გაიგოს სიმართლე. თქვენ როგორც იურისტები ბრძოლის ბერკეტისთან განიხილავთ ამ საქმეების სტრასბურგამდე მიტანას ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში? კი, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი საქმე წავა სტრასბურგში. ყველა შესაბამისი საქმე
წავა სხვადასხვა სასამართლოებში, ხო, ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სასამართლოში, მაგრამ თავარი არის, რომ ეს დროს მოითხოვს ისტორიული სიმართლისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აუცილებელი არის, რომ დროსთან ერთად ისტორიული სიმართლეც დადგეს, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელი არის, რომ საზოგადოება ძალიან კარგად იცოდეს, რომ რაც არ უნდა ეს საქმეები წავიდეს, მაგალითად, სტრასბურგში, ევროპულ სასამართლოში და სხვადასხვა უფლებრივ სასამართლოებში, ხო? აქ უნდა იბრძოლონ ადამიანებმა, რადგან ეს მოითხოვს ერთწლიან ბრძოლას, ორწლიან ბრძოლას, სამწლიან ბრძოლას, აუცილებლად დადგება, რა თქმა უნდა, სამართლებრივი შედეგი. მაგრამ ეს არ არის ხვალ და ზეგ შედეგი, მაგრამ ისტორიული შედეგისთვის აუცილებელი არის, მაგრამ პოლიტიკოსების მეორე ნაწილი რაც არის, ხო? შეუძლიათ რომ პოლიტიკოსებმა აიღონ ეს სამართლებრივი დოკუმენტი, მიიტანოს შესაბამის ადამიანებთან და ის უფრო სწრაფი ბერკეტებია. თქვენ მოწმეებად პოლიციელები ახსენეთ და ასევე კომუნიკაციები ამ სამართალ თუ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პოლიტიკოსების ჩვენს პარტნიორებთან და სწორედ საბოტაჟისა და ჟესტებისთვის ჩადენილი დანაშაულის საქმეზე მიდის ახლა 8 პოლიტიკური ლიდერის გასამართლება თბილისის საქალაქო სასამართლოში. პოლიციელები იყვნენ მთავარი მოწმეები, როგორც უფლებადამცველები ამბობენ ამ საქმეშიც ეს ხდომაც და ეს საქმეც დახურულია მედიისთვის და ამ პოლიციელების გამოკითხვა დასრულდა მაყურებელს რომ ვუთხრათ და დღეს უკვე დაიწყეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. უფლებადამცველები ამბობენ რომ სულ მალე იქნება სავარაუდოდ განაჩენი გამოტანილი 8 პოლიტიკური პარტიის ლიდერის საქმეში და დიდი ალბათობით ისინი ელოდებიან რომ ეს იქნება ციხე. ამ საქმესთან დაკავშირებითაც გკითხავთ მოკლედ როგორც იურისტს, თქვენი შეფასება მაინტერესებს. მუდმივად ხაზგასხმა ხდება იმის, რომ ერთადერთი მოწმე ამ საქმეში არის პოლიციელი, ამ საქმეში საბოტაჟის ნაწილში არის ნეიტრალური საქართველოს და პოლიტიკური განცხადებები, მტკიცებულება პარტნიორებთან შეხვედრები. აი ამ საქმეს განაჩენის დადგომის შემთხვევაშიც აქვს თუ არა იგივე პერსპექტივა, რაზეც ახლა თქვენ ამ 91 საქმის შემთხვევაში საუბრობთ. რა თქმა უნდა, ალბათ მათი ადვოკატები უკეთესად ისაუბრებენ, რადგან უფრო მეტად იციან აღნიშნულ საქმეში მტკიცებულებები, მაგრამ რაც ჩვენთვის ცნობილია საჯაროდ, თუ 5-ვეს არ აკმაყოფილებს, ხო ამ კრიტერიუმიდან და რამოდენიმეს მაინც დააკმაყოფილებს ეს საქმე, ხო სრული სამართლებრივი სიგიჟე არის და სრული სამართლებრივი აბსურდი არის. როგორ შეიძლება პოლიტიკოსებს წაუყენო აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგალითად ბრალი კი ან გამოძებაში როგორ დაიბარო და მე ბრალი წაუყენო, ამის გამო დააპატიმრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ალბათ საზოგადოებას რო კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ალბათ არავის აღარ უკვირს, ხო? როდესაც მაგალითად ადამიანებს აკავებენ სიტყვის გამო, რომ პოლიტიკოსი თურმე საუბრობდა და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ადამიანიც თურმე რომ დააკავეს ტროტუარზე, რომ რატოდ გახარო ტროტუარზე, ჯერ ეუნებოდნენ გზაზე არ დადგება, მე გზაზედან ტროტუარზე გადავიდა ეს ხალხი, მე ტროტუარზეც ნუ გახარო, ხო? ხო, უბრალოდ სუნთქვას ვერ აუგზავნებენ ადამიანებს და წყლის დალევას. დიქტატურა არის პირდაპირ, ანუ სამართლებრივ კრიტერიუმებზე, ხო? საუბრობთ წყევლის გამო, სამართლებრივ დაკისრებულ ჯარიმებზე და სასამართლო პროცესებზე უკვე შეუძლებელია. სამართლებრივ კრიტერიუმებით არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის მაგალითად დემოკრატიული ან მაგალითად სამართლებრივი სხვადასხვა სწორი მოქმედებები. ხო, იმიტომ რომ ერთი მხრივ თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ ერთი მხრივ მიიღეს რეპრესიული კანონები და სწორედ მაშინ წაგვიყვანეს ავტორიტარიზმისკენ ზუსტად კანონით გააფორმეს. ანუ ერთი მხრივ შეიძლება კანონი არ იყოს და უბრალოდ უფლებამოსილების გადამეტებით სხვადასხვა ადამიანებს იჭერდე და უგონებდე კანონებს სხვადასხვა შეფარდებით, მაგრამ როდესაც უკვე კანონს იღებ, რომელიც უკვე მიყავხარ ავტორიტარიზმისკენ და შემდეგ უკვე ამას შეასრულებ, ეს უკვე არის გაფორმებული ავტორიტარიზმი. მადლობა ლაშა ტყეშელაძეს, ადვოკატს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში და დედაქალაქის პრობლემებზე უნდა განვაგრძოთ საუბარი, სანიაღროს სისტემის მოვლა თბილისელებს წელიწადში 4 მილიონი უჯდებათ, მაგრამ ყოველი წვიმის